მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ავთოგვასალია გაგაცნობთ. საუბარი შედგა დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ელაპარაკა. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უცნობია საუბრის ხანგრძლივობა და სხვა დეტალები. ცნობილია მხოლოდ ერთი რამ, რასაც ტრამპი ამბობს. პუტინს უნდა ომში ხალხი აღარ იყუბებოდეს და ეს მას ადარდებს. მირიან გორგოძეა კურიერის პირდაპირ ეთერში ამ თემით. მირიან, რა ვიცით ტრამპი პუტინის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა? ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია თავად დონალდ ტრამპისგან, ამერიკის 47 პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა თვითმფრინავის ბორცზე ყოფნისას გამოცემა New York Post და ამ შემთხვევაში ამ ექსკლუზიური ინტერვიუში ცხადია, რომ დიდი ადგილი ეთმობა უკრაინაში მიმდინარ საომარ მოქმედებებზე საუბარს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის თაობაზე მან სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, თუმცა მედიას არ გაუხილა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენჯერ ესაუბრა ის ვლადიმერ პუტინს და რა ხანგრძლივობის იყო მათ შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი. თუმცა დონალდ ტრამპმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინს ძალიან ადარდებს ის, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს ადამიანები იღუპება და მას სურს, რომ შეჩერდეს ეს მოცემულობა. გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რომ თუკი ბაიდენისგან განსხვავებით ის იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ეს საშინელი და როგორც თავად ამბობს უაზრო და ასევე უწოდებს სულელური ომი არ მოხდებოდა და ამიტომ იმედს იტოვებს, რომ საომარი მოქმედებები უკრაინაში ძალიან სწრაფად დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, მას საომარი მოქმედებების შესაჩერებლად კონკრეტული გეგმა აქვს. პუტინს ძალიან აღელვებს ის, რომ ხალხი იღუპება, მას სურს იხილოს, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ. ყველა ეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ლამაზი ადამიანები, ისინი თქვენი შვილებივით არიან, 2 მილიონი მათგანი და უმიზეზოდ. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერის სირცხვილი იყო. ნამდვილი სირცხვილი. იმედი მაქვს, ომი სწრაფად დასრულდება. ყოველდღე ხალხი კვდება, ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. მინდა დავასრულო ეს წყეული რაღაც. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ასევე უკრაინის პრეზიდენტებს შორის აუდიენცია სავარაუდოდ მომდევნო კვირაში შედგება. თუ რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა, ამას ჩვენ უახლოებს დღეებში გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს დაგეგმილი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ისაუბროს პირადად უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სავარაუდოდ ვაშინგტონში გაიმართება ეს შეხვედრა. თავად უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ზოგადად მას აქვს უკვე შედგენილი გრაფიკი და კონკრეტული ვადები, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პარტნიორებთან შეხვედრას. ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და ასევე ევროპული თუ ისლამური სახელმწიფოები. როგორც ზელენსკიმ საკუთარ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პარტნიორების მხარდაჭერა არ მოაკლდეს ამ შემთხვევაში უკრაინას, რადგან როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის და რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ რუსულ მხარეს სურს არათუ მოლაპარაკებები და მშვიდობა, არამედ ომის გაგრძელება. ჩვენი სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით ვიცით, რომ რუსები ახალ დივიზიებს ქმნიან და ახალ სამხედრო საწარმოო სიმძლავრეებს ავითარებენ. ცხადია, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. სამწუხაროდ მოსკოვი ამ რეგიონს თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდის, რაც უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიასაც მოიცავს. ეს მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, პუტინი ემზადება არა მოლაპარაკებებისთვის და მშვიდობისთვის, არამედ ომის გასაგრძელებლად და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ისინი ზრდიან საკუთარ არმიას და დაახლოებით 100,000 სამხედრომდე. ამის შესახებ ყველა პარტნიორმა უნდა იცოდეს და ყველა უნდა ხედავდეს ამას. და კიდევ ერთი, ჩვენს საკვანძო პარტნიორებთან შეხვედრის თარიღების კონკრეტულ გრაფიკს ვადგენთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ისლამურ სახელმწიფოებთან. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვადები და გავაგრძელებთ მუშაობას.
ამერიკული მედიის ინფორმაციით დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში ვაშინგტონში გაიმართება, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა არაერთხელ, ის ასევე გეგმავს უახლოეს მომავალში შეხვედრას უკრაინის რუსეთის პრეზიდენტთან პუტინთან და ასევე ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით მიუნხენის კონფერენციაზე ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერების თაობაზე კონკრეტულ გეგმას წარადგენს. მადლობა, ეს მირიან გორგოძე იყო. და ახლო აღმოსავლეთში ვითარება სტაბილურდება, ისრაელის ძალები ნეტზარიმის დერეფანს ტოვებენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ეს მილიტარიზებული ზონა ღაზის სექტორს ორ ნაწილად ყოფს. გავრცელებული ცნობით, სახალი ტერიტორიიდან სამხედროებს დღეს სრულად გაიყვანს. ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. გუშინ კი მხარეებმა რიგით მეხუთე გაცვლა განახორციელეს. გათავისუფლებულია 3 ისრაელელი მძევალი. ისრაელის ციხე კი 183 პალესტინელმა პატიმარმა დატოვა. დავინახეთ თუ როგორი მხეცები არიან ჰამასის წევრები. ეს იგივე ხალხია, ვინც ჩვენს მოქალაქეებს კლავდა და ტყვეებს შეურაცხყოფას აყენებდა. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ და ვეუბნები, რომ დაღვრილი სისხლი მათი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული მძევალი დავიბრუნოთ და მათი უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ. მითითება მივეცი მომლაპარაკებლებს, რომ ეს შუამავლებში ატყობინონ და მოთხოვნები წამოაყენონ. ამას გარდა დონალდ ტრამპი სრულიად იზიარებს ჩემს აზრს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მძევლები დავაბრუნოთ, თუმცა ღაზას ჰამასი ვეღარ მართავს. ჩვენ ჰამას გავანადგურებთ და მძევლებს დავიბრუნებთ. ესაა ჩემი მითითება და ჩვენ ამას შევასრულებთ. საქართველოდან უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე გააძევეს. ქვეყანაში უკანონოდ მყოფი უცხოელების ნაწილმა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვა. ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულებით გაიყვანეს. ქართული ოცნება ახალი კანონების მისაღებად ემზადება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია მოქმედებდეს ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი და ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული მედიის კანონი. ინიციატივა, რომლითაც ოპოზიცია უკმაყოფილოა, მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ გააჟღერა. ქართული ოცნება აპირებს დააინიციოს კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. ჩვენ ხედავთ თუ რა აჟიოტაჟი არის და რა სკანდალი არის ზოგადად სოფლიოში ატეხილი კონკრეტულად USAID-თან მიმართებაში, NET-თან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში უკვე ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია აქვეყნებს ისეთ ფაქტებს და მტკიცებულებებს, რომ მართლა შოკის მომგვრელი არის და შემაზრწუნებელი არის თუ რამდენ ქვეყანაში ცდილობდნენ ეს დონორი ორგანიზაციები, NGO-ების მეშვეობით დესტაბილიზაციის მოწყობას, რევოლუციის მოწყობას. როდესაც ესეთი გამოწვევებია, რა თქმა უნდა, ჩვენც ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ მაგიტომ დავაანონსეთ, რომ ერთ-ერთი ნათარგმნი ასლი გადმოგვაქვს ფარას კანონმდებლობის, რომელიც დღევანდელი რედაქციით მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ აწყობს ჩვენს ოპონენტებს, არ აწყობს NGO-ებს. აუცილებელი არის საქართველოში მედიის ობიექტურობის, ჟურნალისტების ეთიკის სტანდარტის დანერგვა, მოდი ესე ვთქვა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ უცხოური, ასე ვთქვათ, ბრიტანეთის სტანდარტის მიხედვით და შესაბამისი ნორმების მიხედვით იქნება უკვე კანონმდებლობა დაინიცირებული და მივიღებთ ამ კანონსაც აუცილებლად, ვინაიდან ერთხელ და ამოდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში ამ fake news-ების გავრცელება. საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკოლა სარკოზი ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურს ატარებს. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. ქვეყნის ექს-პრეზიდენტს ამ წლის განმავლობაში საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლა დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე შეეძლება. ფრანგული გაზეთი წერს, რომ საფრანგეთში სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის მიმართ გამოყენებული ეს ზომა უპრეცედენტოა. 2021 წლის მარტში საფრანგეთის პროკურატურამ სარკოზი კორუფციისა და გავლენით ვაჭრობის საქმეზე დამნაშავედ 2023 წელს მან სასამართლოში სააპელაციო საქმე წააგო. 2024 წელს კი სააკასაციო სასამართლო მასთან დაკავშირებული განაჩენის სისრულეში მოყვანის განკარგულება გასცა.
გერმანიაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები მიუნხენსა და ბრემენში შედგა. მიუნხენში აქციაზე დაახლოებით 200,000 მოქალაქე გამოვიდა. პროტესტის მონაწილეებს ხელში ნაციზმის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ. გერმანიაში საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ულტრამემარჯვენე პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონზე თანამშრომლობა დაიწყო. პარიზის პროკურატურამ ილონ მასკის სოციალური ქსელის X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პროკურატურა ვარაუდობს, რომ მასკის კორპორაცია ალგორითმებით მანიპულირებს. მედიის ინფორმაციით უწყებაში სარჩელი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ერიკ ბოტორელმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ მიკერძოებულმა ალგორითმმა მონაცემების დამუშავების ავტომატური სამუშაო დაამახინჯა. დეპუტატის განმარტებით კი მასკის პირდაპირ ჩარევა პლატფორმის მართვაში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს რიგ არჩევნებში დემოკრატიისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. დავბრუნდეთ საქართველოში. ერთი დღე ჯარში პროექტი გრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის ქუთაისის მე-11 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ბავშვებმა ხონის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, სამხედროების საცხოვრებელ პირობებს, ჯარისკაცის ეკიპირებას, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას გაიცნენ და ასევე სამხედროებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. ყველა ინფორმაცია, რაც ვიცოდით სამხედრო საგნიდან, ყველაფერი რეალურად ვნახეთ და ძალიან მომეწონა. მე პირადად შემძა ისე იმოქმედა, რომ ძალიან მომეწონა ჯარისკაცების ცხოვრების განრიგი და დავფიქრდი კიდეც, რომ ამ კათედრებზე ჩავაბარო. სამხედრო საქმე ჩვენთვის იყო ახალი საგანი, რომელიც ახალ გამოწვევებთან ასოცირდებოდა. მთელი სემესტრის განმავლობაში ჩვენი მასწავლებელი გვამზადებდა იმისთვის, რომ მოსულიყავი და გვენახა ხონის სამხედრო ბაზა. ჩვენ ვისწავლეთ სხვადასხვა წოდებები, ჯარისკაცის აღჭურვილობა, ის გზა თუ რასაც გადია მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პროცესები და აქ მოდით ინფორმირებულები. დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადა პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლებისთვის ატარებს ღია კარის დღეს. დღეს უმასპინძლეთ ქალაქ ქუთაისის ნომერ მე-11 და ნომერ მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ბაკურიანი 2025 დღეიდან საქართველოს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს. სპეციალურად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის კი საკოლექციო მონეტა დამზადდა. ვერცხლის მონეტები ვეტერანის სპორტსმენის კობა წაქაძის ოჯახის წევს, ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს გადასცეს. 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება სების საბჭომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მიიღო. საქართველოში ბაკურიანი ისევე როგორც სხვა ზამთრის კურორტები, მაგრამ პირველ რიგში ბაკურიანი ყალიბდება როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის. ჩვენ სპეციალურად შეზღუდული ტირაჟი 5000 მონეტა მოვჭერით იმისთვის, რომ უვტავყოთ ეს ღონისძიება და მქონდა ძალიან დიდი პატივი აქ, რომ გადამეცა ეს მონეტა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისთვის, ასევე ჩვენი გამოჩენილი ბაკურიანელი სპორტსმენების ოჯახის წევრებისთვის, ბატონი კობა წაქაძის ოჯახის წევრებმა და ტრაგიკულად გარდაცვლილი ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგად საორგანიზაციო კომიტეტთან მოჭრა ძალიან ლამაზი უნიკალური მონეტა სპეციალურად ბაკურიანი 2025-ისთვის შექმნილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან ღირსეულ ადგილს დაიკავებს კოლექციონერთა შორის. ქართველმა ახალგაზრდებმა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაეროს მოდელირების პროგრამა გაიარეს. 6 მათგანი საქართველოში სპეციალური პრიზით დაბრუნდა. გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროგრამებში ყოველწლიურად ექსკლუზიურად ბაქსუდის სკოლა მონაწილეობს და საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს. გაეროს მოდელირება ახალგაზრდებს დებატების, დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ბაქსუდის სკოლის დელეგაციას ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში არაერთხელ აქვს მოპოვებული აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო, ასევე საუკეთესო დელეგატის არაერთი ინდივიდუალური ტიტული. მადლობა მინდა უთხრა ბაქსუდს ამ შესაძლებლობისთვის.
და რატი ფიფიას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ თვიან ტრენინგს გავდიოდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. სამდღიანი ინტენსიური დებატები და მოლაპარაკებები მიდიოდა და 4 მონაწილე დასახელდა ჩვენგან ბაქსულის სკოლიდან და სულ 7-ნი ვიყავით და ამით ძალიან ვამაყობ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ გავიცანი სხვადასხვა კუთხიდან, სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან საინტერესო ადამიანები და მიხარია რომ მათთან კონტაქტის შესაძლებლობა მაქვს. ეს მოდელირება ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ სოფლიოსთვის, რადგან ძალიან ბავშვებს ასწავლის თუ როგორი არის ეს პროცესი და ასევე ანდომებს მათ რომ ამ პროცესში ჩაერთონ. მე ვიყავ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ჩვენ დავწერეთ რეზოლუცია მენტალურ ჯანმრთელობაზე. ჩვენ მოვიყვანეთ ბევრი პრობლემა და მასი გადაწყვეტილების გზები. საკმაოდ ყვაყოფილი ვარ ამ გაროს მოდელირებით. ნიუ-იორკში კონკრეტულად ორ სტუმრს მიმდინარეობდა ვესტინში და ინტერკონტინენტალში და ჩვენი დელეგაციიდან 6 ჩამოვიდა პრიზით, ანუ საუკეთესო დელეგატების და ერთ-ერთი მე ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი 3 დღე იყო, ძალიან საინტერესო მოლაპარაკებები და დებატები მიმდინარეობდა და მე ვფიქრობ ძალიან ფუნდამენტალური იყო ჩემთვის, როგორც ჩემი მომავლისთვის, ანუ ჩემი თვისებებისთვის ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე ამით. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ახალგაზრდულ ფორუმში, სადაც წელს რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა მონაწილეების, 1500-მდე დელეგატი იყო ჩამოსული 60-ზე მეტი ქვეყნიდან და 4 დღის განმავლობაში ძალიან ინტენსიური დებატები, დიპლომატიური მოლაპარაკებები და სხვადასხვა კავშირის გაბმა მიდიოდა ამ მონაწილეებს შორის და ჩვენმა ქართველ მოსწავლეებმა ძალიან გვასახელეს და მოახერხეს რამდენიმე საუკეთესო დელეგატის ტიტულის მოპოვება. რიო-დე-ჟანეირო კარნავალისთვის ემზადება მასშტაბური ფესტივალის ჩატარების ადგილას რეპეტიციები მიმდინარეობს. ბრაზილიაში არსებული სამბას 12 ყველაზე ცნობილი სკოლიდან მზადების პროცესი უკვე დაასრულა. ბრაზილიაში კარნავალი 28 თებერვალს დაიწყება და 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიოს ქუჩებში იმართება და ყოველწლიურად მასში 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. კურიერი პირდაპირ ეთერში 3 საათზე დაბრუნდება. დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობთ ვებგვერდზე rustavi2.gt.